შეგვიძლია შევიდეთ? რატო? დღეს დამიკავშირდა ვინმე წალენჯიხაში მცხოვრები ბექა ზვაბავას დედა ტელეფონით და მითხრა რომ მისი შვილი იყო აყვანილი წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში და მე კითხა გამერკვია რა საქმეზე იყო აყვანილი. მივედი განყოფილებაში რათა გამერკვია შინი რა შემიშვეს და მითხრეს რომ წარმომედგინა ორდერი. გამოვწერე ორდერი, მივედი წარმადგინე ეს ორდერი, მითხრეს რომ მოწმის სახით არის დასაკითხი. ამ დროს მოვიდა ჩემთან კიდევ ვიღაც უცნობი პიროვნება და მითხრა რომ უკვე არ არის თქვენი დაცვა საჭირო, ყველაფერი მოგვარებულია და ბექა ზვაბავას გაუშვებენ სახლში. მივედი მაინც გამომძიებელთან და ვუთხარი რომ მე არ მინდა უკვე ეს პიროვნება დავიცვა. ხო და შეიძლება მეთქი ორდერი დამიბრუნო და არაო მე უკვე ყველას ვუთხარიო რომ ორდერი გამოწერილია, ყველა მიცისო რომ თქვენ მონაწილეობთ ამ საქმეში, ამიტომ მე ორდერს ვერ დაგიბრუნებდო. ამის შემდეგ რეკავს ტელეფონზე მარინა ლომაიასთან ეს იძიებს ამ საქმეს, რეკავს და ეუბნება ხო რუსლან, ანუ ეს პოლიციის უფროსის მოადგილე არის რუსლან აბულაძე. ხო რუსლან ეუბნება, ის ეუბნება გამოდი ერთ და ეხლავე გამოვალო უთხრა, გამოვიდა გარეთ და 2 წუთში შემოდის და მეუბნება რომ შენ რა გინდა ორდერი ხო არ გინდა უკან. მე ვუთხარი მე ორდერი მინდოდა უკან, მაგრამ რუსლან აბულაძეს ჭკუაზე ნამდვილად არ ვივლი მეთქი. და შენ ხო მითხარი ორდერი გინდოდაო. მე ვუთხარი ორდერი მინდოდა თავიდან, მაგრამ უკვე მე უნდა დავიცვა ეს პიროვნება, ვკითხე მას, სჭირდება თუ არა დამცველი და მიპასუხა რომ ესაჭიროება მას დამცველი და ამიტომ მე დავრჩები მეთქი აქ. როდის მე იცავს მეთქი რუსლან აბულაძე, აი ამ მოწმეებს და აქ ამოყვანილ პიროვნებებს. არის მან შეურაცხყოფად მიიჩნია, მითხრეს რომ ხმადაბლა ილაპარაკეო, მე ვუთხარი რატო ერევა რუსლან აბულაძეა, ჩემს ორდერის გამოწერა გაუქმებაში ვერ გავიგე მეთქი და ამ დროს ჩამოვიდა თვითონ და ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, აი თავისი ღიპი მომადო და მე ვუთხარი გაიწიე მეთქი, რა წესია მეთქი ეს რომ ძალიან ახლოს მოდიხარ მეთქი და ხელების ქნება დამიწყო და მე რომ გავწიე, მას უნდა პროვოცირება გააკეთა ამის და გავწიე აი დაუჯიკავე ხელით გადიმეთქი და ამ დროს დამარტყა სახეში. ხო და მეც ვტაცე ხელი და ეჩნევა მაგას და ეხლა იძახის თუ არ დათმობო შენ ამ მდგომარეობას და არ მიატოვებო ამას, ჩვენც დავთმობთ იმას რომ შენ გამკაწრეო, მეტყობაო სახეზე და ანუ შენც არ გაგისაქმებთო ამას. სიტყვის შეურაცხყოფას ადგილი ქონდა. კი. ძალიან დიდ სიტყვის შეურაცხყოფას, რომელსაც მე ახლა ვერ ვიტყვი. პოლიციის მუშაკს არანაირი უფლება არ აქვს საადვოკატო საქმიანობაში რაღაცა ფორმით ჩაერთოს. მით უფრო ზემოქმედება მოახდინოს ადვოკატს. ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ეს არის დანაშაულის სახეზეა ფაქტიურად. არ არის აუცილებელი ვთქვათ, მიაყენოს ესეთი დაზიანება, რომ ჩალურჯებული ქონდეს თვალი, ან გატეხილი ქონდეს ცხვირი. ფაქტი ერთია, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი გაარტყა ქალს, ადვოკატს თავი დავანებოთ, ქალს გაარტყა ხელი, ეს მის ასე რომ ვთქვათ, მორალურ ზნეობრივ სურათს ხატავს და გარდა ამისა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს მაშინ, როცა ის ქალბატონი ანჟელა როგორც ადვოკატი ასრულებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ეს არის კრიმინალი, ეს დანაშაულია და ჩვენ ყველა ზომას მიმართავთ, ახლა გამოვიძახებთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს. თუ რამე გაინტერესებთ, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს. და თუ შეიძლება თუ ადგილზე რაღაცა ან მობილურზე ზარითან რაღაცა არ შეგვიძლია დაუკავშირდეთ. მიმართეთ პრეს-სამსახურს და თუ საჭირო იქნება განახებენ. აღმაშფოთებელია ეს ფაქტი და ყველა ადამიანი აქ მიტო შეიკრიბა, რომ აგრძელებენ თავნებობას, პოლიციელები აგრძელებენ თავნებობას, რასაც უნდა აკეთებენ. კამერას გაწიე, გეხვეწები რა კამერა. აი, ჩაჯები. ორდება, ბოდის, არ უნდა მაგდიობა.